პრემიერ-მინისტრმა დღეს დეპუტატებს ძალოვანი სტრუქტურების რეფორმის გეგმაც გააცნო. ეს არის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად საშინაო სამინისტრო და დამოუკიდებელი უსაფრთხოების სამსახური, იგივე უშიშროება, რომელშიც შევა დაზვერვა, კონტრდაზვერვა და ანტიტერორისტული სამსახური. რაც შეეხება თავდაცვას, სამხედრო უწყება საზოგადოებრივ კონტროლს დაუწესებენად სავარაუდოდ არასამთავრობო სექტორის გზით მოხდება. ამის გარდა თავდაცვის სამინისტროს პერიოდულად პარლამენტისთვის საჯარო ანგარიშების წარდგენაც მოუწევს. პოლიციას და თავდაცვას დეპოლიტიზებული იქნება. ახალი მინისტრები ახალი მთავრობის პროგრამის განხორციელებას უკვე ხვალიდან შეუდგებიან. ძირეული რეფორმა ძალოვან უწყებებზე მოდის. სახელი ეცვლება შინაგან საქმეთა უწყებას და მას საშინაო საქმეთა სამინისტრო დაერქმევა. მოხდება სტრუქტურული ცვლილებებიც. წინასწარი მონაცემებით ცალკე გამოიყოფა უშიშროების სამსახურები და შეიქმნება ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ამ სამსახურის საქმიანობა უნდა იყოს საიდუმლო ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, სისტემატიზაცია და მისი რეალიზაცია. საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ ძალოვნების რეფორმირების საკითხი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. ძალიან ბევრი საქმე არის ერთი და მეორე მიმართულებით გასაკეთებელი და ახლა უკვე მინისტრის პასუხისმგებლობაა თუ როგორ დაალაგებს ამას ყველაფერს და გაუწევს ამას ყველაფერს მენეჯმენტს ისე რომ გათვალისწინებული იყოს საქართველოში წესრიგის დაცვის და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები. შინაგან საქმეთა უკვე ახალი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პირველ რიგში მოხდება კუდისა და სოდის რეორგანიზაცია. კუდის ფუნქციებს შეითავს ცალკე ახალი სტრუქტურული დეპარტამენტი, ესე იგი სტრუქტურული ერთეული სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი, აგრეთვე ძალიან მძლავრი ანტიკორუფციული სააგენტო. სოდის დეპარტამენტი გაუქმდება შესაბამისად გადანაწილდება მის ფუნქციები კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტში. თავდაცვის ახალი მინისტრის განცხადებით მისთვის მთავარი ღირებულება ჯარისკაცია და უმთავრეს ამოცანად სამხედრო უწყებაზე სამოქალაქო და ფინანსური კონტროლის აღდგენას მიიჩნევს. ჩემთვის მთავარი ღირებულება არის ჯარისკაცი. მისთვის ყველა პირობის შექმნა, რომ მან შეასრულოს თავისი მისია ღირსეულად, მისი ოჯახის სოციალური დაცვა, ამიტომ პირველი ნაბიჯი ბუნებრივია იქნება ჩემთვის რეალურად აღდგეს სამოქალაქო კონტროლის შერეღებულ ძალებზე და ასევე დამყარდეს ფინანსური წესრიგი. ივანიშვილის განცხადებით ახალი მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას და პოლიტიკას დასავლური სტანდარტების შესაბამისად წარმართავს.